ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა, გვაქვს შესაძლებლობა ვესაუბროთ წამყვან ჯანდაცვის სისტემებს, ასე შემიძლია ვთქვა, ქვეყნებს, რომელსაც აქვს როგორც ფინანსური, ისე ინტელექტუალური ძალიან დიდი შესაძლებლობები, სამეცნიერო შესაძლებლობები იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენც ბუნებრივია ამ თანამშრომლობით ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვოთ თითოეულ ასეთ საკითხზე გადაწყვეტილება და აქ გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკულად არავის დღეს მსოფლიოში არ აქვს რეალური პასუხები, ყველა აბსოლუტურად უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში. ჩვენც ბუნებრივია ჩართული ვართ ამ პროცესში და მაქსიმალურად იმედით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც გვექნება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და ბუნებრივია ეს მოგცემს შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს არ არის ის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილება და რასაკვირველია აუცილებლობაა, რომ პასუხისმგებლობით იყოს განსხვავებული ნებისმიერი გადაწყვეტილება. აუცილებელია სამედიცინო პროცესებზე მეცნიერული მტკიცებულებების შეკრება, თავმოყრა და მხოლოდ ამის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. მეცნიერული მტკიცებულებებისა, რომელზეც დაყრდნობითაც ჩვენ შეგვეძლება საუბარი იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა რომელიმე კონკრეტული მედიკამენტი, ვის, როგორ, რა წესით, რა ფორმით უნდა ჩაუტარდეს კონკრეტული თერაპია და ასე შემდეგ. ყველა ეს საკითხი ბუნებრივია დღეს არამც თუ საქართველოსთვის, არამედ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოსთვის არის შესწავლის და დაკვირვების საგანი და არავის არ აქვს დღეს შესაძლებლობა, რომ რაიმე სწრაფი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაკავშირებულია პაციენტების უსაფრთხოებასთან და ეს დაკავშირებულია რასაკვირველია ამ კონკრეტული მედიკამენტების სარგებელთან, რა სარგებლის მოტანა შეუძლია რეალურად. სხვაგვარად, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, ძალიან დიდია შეცდომის და გარდაუვალით შეიძლება ასე ითქვას, შეცდომის დაშვების რისკი. ამიტომ ის რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა, ის რაც არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრმა, არამედ ბევრმა თქვა უკვე, რომ აუცილებელია რეალურად პროცესი დაუბრუნდეს აუცილებლად სამუშაო ფორმატს და უბრალოდ არ არის აუცილებლობა იგივე აქციის ფორმატში გარკვეული პროცესების წარმართვისა, ეს ვფიქრობ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია ყველა ის ფაქტორი, რაზედაც დღეს ვსაუბრობთ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ერთადერთი მხარე, ვისთვისაც შეიძლება საინტერესო და სასარგებლო იყოს, აი ეს საპროტესტო აქციის ფორმატის შენარჩუნება ერთადერთი მხარე. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, კომერციული სექტორი, მაგრამ ეს არაფრით არ ეხმარება დღეს მერწმუნეთ არც პაციენტის ინტერესს, არც სახელმწიფოს და საზოგადოებრივ ინტერესს. შესაბამისად, ჩვენი თხოვნაც, ჩვენი მოწოდებაც ეს არის, რომ აბსოლუტურად არ არის აუცილებლობა დღევანდელ დღეს რაიმე სახის, ასე ვთქვათ, რადიკალური ქმედებებისთვის, როგორიც არის საპროტესტო აქციების წარმართვა, რეალურად ყველა მზად არის იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი წარიმართოს და რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება პირველ რიგში იმ ხალხის სამსახურში, ვისაც ეს მედიკამენტი ყველაზე მეტად ჭირდება.